2004 წლის 23 ნოემბერი 9 წლის შემდეგ, მაშინ როდესაც საზოგადოება ბუტარობაქიძის გახმაურებული მკვლელობის შესახებ პროკურატურისგან სიმართლეს ელის, დიდუბა ჩოღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი რუსთავიორის საშუალებით მკვლელობის მასალას ავრცელებს. იძლევა თუ არა დღეს გავრცელებული ვიდეო ახალ და განსხვავებულ ინფორმაციას ბუტარობაქიძის მკვლელობის შესახებ და გამოდგება თუ არა ფირცხალავას კადრები ჭეშმარიტების დასადგენად, მთავარ კითხვას სოზარ სუბარი უპასუხებს. გადაცემის მეორე ნაწილში რა შეიცვალა სახელმწიფოს და ბიზნესის ურთიერთობაში, ირაკლი მელაშვილი გადაცემაში მთავარი კითხვა. სოზარ სუბარი უპასუხებს მთავარ კითხვას საღამოშტობისა ბატონო სოზარ. მოგესალმებით და მევსალმებით გასმაგდებად. თქვენ იყავით მაშინ ომბუდსმენი, ძალიან ბევრი რამ იცით ბუტარობაქიძის მკვლელობის შესახებ, მოხდა თქვენს ანგარიშებში ეს საქმე, გქონდათ ძალიან მწვავე რეაქციები. დავიწყოთ დღეს გავრცელებული მასალით. თქვენი აზრით, როგორც საკმაოდ ღრმად ჩახედული ადამიანის, რას იძლევა ეს მასალა ახალს და განსხვავებულს იმისგან, რაც თქვენ მაშინდელმა ომბუდსმენმა ისედაც იცოდით? ეს მასალა არის ძალიან კარგი ინფორმაცია პროკურატურისთვის იმისა, თუ როგორ ხდებოდა გაყალბება, თუ ამ მასალას შევაჯერებთ იმ ჩვენებებთან, რასაც იძლევიან იმ ტრაგედიის მოწმეები, იმ ტრაგედიის თვითმხილველები, შემსწრეები თუ მონაწილეები, მათ შორის პოლიციელები, მათ შორის იგივე მუკბანიანი, რომელიც იყო ოპერატორი და გადაიღო ეს ყველაფერი, ნათლად გამოჩნდება როგორ დადგეს მკვლელობის, როგორ მოახდინეს მკვლელობის ფალსიფიკაცია და როგორ დადგეს მკვლელობის სცენა და მეორედ თუ ეს კადრი საერთოდაც რამე ნაწილი მაინც რეალურია იქ გადაღებული, ხო? და ეს არ არის საერთოდ დადგმული სცენა, მაშინ კარგად ჩანს როგორ კვდება ადამიანი პოლიციელების თვალწინ და ეს პოლიციელები საერთოდ როგორ გულგრილად უყურებენ ამ ამბავს, საოცრება, საშინელება ახლა იქ რაც ვიხილეთ, რაც ხდება. რეალობა ის არის, რომ თქვათ პირველივე წუთიდან პოლიციელების ჩვენება ეწინააღმდეგებოდა ექსპერტიზის დასკვნას. ექსპერტიზა პირდაპირ წერდა მაშინაც კი, რომ შეუძლებელი იყო ასეთ პირობებში მომხდარიყო, როგორცაც პოლიცია აწერდა, ასეთ პირობებში მომხდარიყო მკვლელობა, იმიტომ რომ ეს არანაირად არ ჯდებოდა იმ ანუ იქ სადაც აღთქვია იღლიის ქვემოთ, ვერანაირად ვერ მოხდებოდა თქვა იმ პირობის შემთხვევაში, როგორც მაშინ პოლიციელებს აღწერდნენ. ანუ პირველი წუთიდანვე ნათელი იყო, რომ ეს საქმე იყო გაყალბებული. ექსპერტიზის ის დასკვნა, რაც პირველი წუთებში დაიდო, მერე უკვე ვეღარ შეცვალეს და ყველაფერი გაყალბდა, მაგრამ ეს დასკვნა მაინც დარჩა იმ პირველ, ასე ვთქვათ, წვეთად, რომლითაც მაშინ დავიწყეთ ამ საქმის ძიება და დავადგინეთ აშკარად, რომ ეს იყო სიხალბე. კარგად მახსოვს, პირველ ჯერ თავიდან სანამ მოხსენებამდე მივიდოდით პირველ საპარლამენტო მოხსენებაზე, როგორ წერდით ამ საქმეზე, მაგრამ პირველ საპარლამენტო მოხსენებაში პარლამენტის ტრიბუნიდან ხმამაღლა ვთქვი, რომ მოხდა მიღებული იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება იმისთვის, რომ პატრულის პრესტიჟი გადაერჩინათ, იმ დროისთვის ახლად შექმნილი პატრულის პრესტიჟი, დაიჭირეს უდანაშაულო ბიჭები და აბრალეს მათ თვითონ ჰქონდათ იარაღი და მკვლელი ბაშალეიშვილი კიდე გათავისუფლდა ყველანაირი პასუხისმგებლობისგან. მხოლოდ ამ მოხსენების შემდეგ, სხვათა შორის მაშინდელმა ოპოზიციამ რეალურად ამ საქმეს ვერ მიაქცია ყურადღება, ამ მოხსენებას ვერ მიაქცია ყურადღება და რობაქიძის საქმე ამოტივტივდა მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების თვალში და ოპოზიციის თვალში, მას შემდეგ რაც მოხდა უკვე გირგულიანის ტრაგედია, როცა ოპოზიციაზე ვლაპარაკობ არ გულისხმობ ყველას, თქვათ, იქ იყო თინხიდაშელი, რომელიც პირველი წუთიდანვე ამ საქმეში, მაშინ მთვარწლები ამერიკაში იყო და რო ჩამოვიდა იმ წუთიდან, აი ძალიან აქტიურად სწავლობდა ამ საქმეს და ძალიან მკვეთრ განცხადებებს აკეთებდა. მიაქცია მაშინ ყურადღება ამ თემას, აი მწვავე შენიშვნებს, ამ მწვავე რეაქციას, რაც მე მქონდა ამ თემაზე, გიგაბოკერიამ და სწორედ მისი მოთხოვნით მოხდა, რომ ბიჭები გამოუშვეს ციხიდან და ბაშალეიშვილის დაკავება მოხდა და შემდეგ გასამართლდა და 4 წლით აღეკვეთა თავისუფლება. ძალიან მცირე სასჯელი იყო, ბუნებრივია, არაადეკვატური და არასწორი. თუმცა აი დღევანდელ ფაქტს თუნდაც მაშინდელი რეაქცია ხელისუფლების ამხელს და უარყოფს. აი დღევანდელ ამ დადგმულ სიუჟეტს, იმიტომ რომ არავინ არ გამოუშვებდა ამ ბიჭებს, მათ რომ ნამდვილად იარაღი ქონოდათ და მათი მხრიდან შეიარაღებული წინააღმდეგობის ცდილობას რო ქონოდა იარაღი, ის ადგილი პირიქით მათ მაქსიმალური სიმკაცრით დასჭირდნენ. ეს არ მოხდა მხოლოდ იმის გამო, რომ ეს იყო დადგმული სცენარი.
რაც დღეს ვიხილეთ. მთავრმა პროკურორმა დღეს განაცხადა, რომ ეს მასალა საშუალებას მოგცემს, რომ ჭეშმარიტება იქნეს დადგენილიო. თქვენ ამბობთ, რომ დადგმულია კადრები. ეს მასალა საშუალებას იძლევა სწორედაც რომ ჭეშმარიტება დადგინდეს, აი წეგან რაც თქვი, რომ ამ მასალას დამატებული მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც პირდაპირ აი მოყბანიანი მაგალითად და სხვა პოლიციელებიც, რომლებიც იყვნენ პირდაპირ აღწერენ, როგორ მოხდა რეალური ნამდვილი მასალის წაშლა და თავიდან სცენარის დადგმა და თავიდან გადაღება, რომელშიც თავდაპირველ გადაღებაში მე მგონი მოყბანიანსაც ჰქონდა როლი, მე საერთოდ ჩამოაცილეს და დონაძემ და მასთან ერთად არ ვიცი ვინ იყვნენ, გადაიღეს აი ეს სცენარი. ეს ყველაფერი არის კარგი მასალა იმისთვის, როგორ მოხდა საქმის გაყალბება და შესაბამისად სრული შანსი გვეძლევა, რომ ყველა გამყალბებელი, ყველა გარეული ადამიანი ამ საქმეში დაისაჯოს და ყველა მაგოს პასუხი. თქვენთვის რა იძლევა იმის საფუძველს, იმის თქმის საფუძველს, რომ ეს მასალა არის გაყალბებული, ანუ რა გეჩვენებათ საეჭვოდ აღნიშნულ კადრებში? ერთი დავიწყოთ იქიდან, რომ ხო კინოთეატრივით არის ყველაფერი, რა ადამიანები არიან გაკოჭილი, ადამიანებს ხელები უკან აქვთ გადაგრეხილი, ისინი წვანან მიწაზე, მათ ყველას სახეთ იარაღები ადევთ შუბზე, ისმის აქ გინება, ნახეთ იქ ავტომატი გადაიღეთ, იქ რევოლვერი გადაიღეთ, იქ პისტოლეტი გადაიღეთ. აი ჰოლივუდის ცუდად დადგმულ სცენარს გავს რა არ ხდება ასე ოპერაციების ჩატარება არ ხდება ასე თუ ადამიანი უკვე გაწვენილია მიწაზე ეხლა რა რიგით პოლიციას რა აწუხებს ეხლა აი კალაშნიკოვი გადაიღეთ და ის გადაიღეთ და 7 ჯერ გახვირიან ერთი და იგივე ეს არის ისე გავიმეორებ კარგად დადგმული სცენარი ამდენჯერმე გათამაშებული შეიძლება კიდევაც იმისთვის რომ რაღაცა შეექმნათ მაგრამ იმდენად უნიჭოდ დადგმული რომ მაშინაც კი მთლიანად ამის ჩვენება ვერ გაბედეს და აიხლა გამოიყენეს ერთი ვის უნდა გადაეღო თუ გადაღებული ქონდა პოლიციას ამდენი ხანი როგორ შეიძლება ეს სისხლის საკმარლის საქმეზე დართული არ ყოფილიყო რომელ ვახო კომახიძეზე ლაპარაკი რომელ რა ვიცი ვიზე ლაპარაკი მელოშტურუაზე ლაპარაკი ხარ ვიცი საიდან მოიტანეს ვის შეიძლება ქონოდა ეს ფირი თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხო არ იყო ეს ფირი ხო გასაგებია რატო არ იყო იმიტომ რომ არ არსებობდა მაშინ კი გადაიღეს მაგრამ ვერ აჩვენეს საზოგადოებას იმდენად ყალბი იყო და აჩვენეს რაღაცა ფრაგმენტები სხვა ფრაგმენტები და ახლა საუბარი იმაზე რომ თითქოს ეს ერთი ნაწილია მხოლოდ და არ არის სრული მასალა და რატო აქამდე არ ვიცოდით რატო არ იყო დართული სისხლის არა რატო არ იყო დართული სისხლის სამართლის საქმეზე არ ულაპარაკო საზოგადოებას რატო არ აჩვენეს საზოგადოებას დღესაც რო აჩვენეს ესეც დანაშაული იყო იმიტომ რომ მე დღეს საღამოს უნდა ყოფილიყავი ეთერში უნდა ყოფილიყავი ობიექტივის ეთერში მაია ფუტაროვაკიძის დეიდა ქალბატონიას და მაია დამპატიჟა და დამირეკა შოკში იყო ტირო და კი არა არ ვეღარ ლაპარაკობდა რა ბოდის მიხდიდა რომ რა ეთერა მე ეთერება ვეღარ გიმასპინძლებოდა მე კიდე იმით ვიყავი შეწუხებული ხა ბოდიშები თქო მე აქეთ ვიყავი გული მქონდა გახეთქილი თან მისი ხმა რო გავიგონდა და მე წარმოვიდგენია რა დღეში იყო დედა მე წარმოვიდგენია რა დღეში იყო ბაბუ ამირან რობაკიძე რომელიც მთელი 5 წლის განმავლობაში სანამ სახალხო დამცველი ვიყავი კვირა არ გავიდო და ჩემთან არ მოსულიყო კვირა არ გავიდო და რაღაცა არ დაინტერესებულიყო რა ხდება ამ საქმის გამოძიებაზე და ის ადამიანი ხლა ამას რო დაინახავდა პირდაპირ ეთერში არ ვიცი რა გული გაუძლებდა თუ გაუძლებდა საკან დედა ეს რა ვიცი არა ადამიანობა თვითონ ამის ესე ჩვენება საზოგადოების არანაირი საზოგადოებრივი ინტერესი არ არსებობს იმისი რომ ვიღაც ადამიანი მოკლა პირდაპირ ეკრანთან რა ეს კონკრეტულობა ჩადენილი პირდაპირ ეთერით ბატონო სუზარ იმდენად რამდენადაც იცით ბევრი დეტალი ნახეთ დღევანდელი კადრებს თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ რა მოხდა სინამდვილეში აი როგორ ხედავთ ამ სურათს დღეს რა მოხდა? არა, რა მოხდა მაშინ? ანუ როგორ მოხდა ეს მაშინ რა მოხდა არის მე მგონი ძალიან ნათელი, მაგრამ ახლა მაინც ნებისმიერი ჩვენი საუბარი და მსგავსება მარჩელობას იმის წინ, როცა პროკურატურამ უკვე გამოიძიეს საქმე და სასამართლოში გააგზავნა და მტკიცებულებები აქვთ ხო? მაგრამ მაინც რა მოხდა რეალურად იყო ის, რომ გააჩერეს ბიჭები მე რამდენადაც ვიცი, ხელებაწევლები იყვნენ ამ დროს რაღაცა ხმა გაისმა თუ რაღაც კაცანი გაისმა და ამ ბაშალეიშვილმა ისროლა რობაკიძის მიმართულებით ის რომ რობაკიძეს მან ხიდან არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა იმ ფაქტიდანაც ჩანს თუ სად მოხდა თქვი ანუ ბიჭები იდგნენ ეს ხელებაწეული ხო როგორც ვიცით ხელები თავზე დაწყობილი და აი ამ დროს ხდება ტყვია მაშინ იღლიაში ძალიან ესეთი ბუნებრივი პოზაა და ბუნებრივია თან ამ ბუნებრივი პოზიდან ვერანაირად ვერ იქნებოდა იქ არაღის სრულის მცდელობა. ანუ ეს ყველაფერი არის მოგონილი ფაქტი და ამ მოგონილ ფაქტს ამ ფალსიფიკაციას ადასტურებენ დღეს პოლიციელები, რომლებიც იქ მონაწილეობდნენ. ამაზე მეტი მტკიცებულება რა გაგვინდა. ხო ვიცით რომ დღეს ახლა მათზე
ზეწოლა არავის არ მოუხდენია. ხო ვიცით რომ დღეს მათ აღარ სცემენ, აღარ აწამებენ. ხო ვიცით რომ პროკურატურა ისა სასამართლოში საკმარისია. თუნდაც ერთმა მათგანმა თქვას რომ ჩემ ზეწოლას ჰქონდა ადგილი, სამართლო პირდაპირ გამოიტანს კერძო განჩინებას, რომ დაიწყოს გამოძიება იმ პროკურორის თუ გამომძიებლის წინააღმდეგ, ვინც ეს ზეწოლა მოახდინა. ხო ვიცით დღეს ეს ხო აღარ არის 7 თუ 9 წლის წინანდელი სისტემა, როცა ყველაფერი მძივივით იყო აწყობილი და ერთი ხელის დაქნევას ემორჩილებოდა. სხვა დროა, ხო? ამიტომაც რამე ზეწოლაზე, რამე ფალსიფიკაციაზე ლაპარაკი შეუძლებელია. ადამიანები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ინახავდნენ დუმილს, 9 წლის განმავლობაში ჩუმად იყვნენ, დღეს ლაპარაკობენ სიმართლეს. 30 ადამიანი, მათ შორის პოლიციის მაღალჩინოსნები ლაპარაკობენ, როგორ მოხდა ამ საქმის გაყალბება, როგორ მოიტანეს თვითონ იარაღები, როგორ დააწყოს მათ იარაღები, რატომ ისევდნენ ისინი საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენებას. და ეს ფალსიფიკაცია დღეს რაც ვიხილეთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ადამიანების ჩვენებას და როდესაც უკვე მართლა ექსპერტიზა ჩატარდება და უფრო დეტალურად იქნება შესწავლილი, კიდევ ერთხელ გამოჩნდება რა საშინელ რეჟიმთან გვაქვს საქმე. ეს კადრები არის სწორედ იმ რეჟიმის სასამართლო. თქვენი აზრით რა პოლიტიკური მოტივი აქვს სწორედ დღეს ამ კადრების გავრცელებას, რადგან ახლა გუშინ გააკეთა სწორედ არჩილ კულაშვილმა განცხადება იმ შესახებ, რომ ძალიან მალე მარტის დასაწყისში იქნება უკვე საბოლოო შედეგები, იგივე ბუტარო ბაქიძის საქმესთან დაკავშირებით. საზოგადოება ელის ძალიან ბევრ შეკითხვაზე პასუხს და სწორედ დღეს ხდება ამ კადრების გავრცელება. თქვენი აზრით რა არის მოტივაცია იმ ადამიანის, მე არ გულისხმობ ამ შემთხვევაში მხოლოდ ირაკლი ფირცხალავას, ვის ინტერესშიც შეიძლება ყოფილიყო კადრების სწორედ დღეს გავრცელება, თუმცა მთავარ კითხვას სოზარ სუბარი პასუხს სარეკლამო ბლოკის შემდეგ გასცემს, გადაცემაში რეკლამის დრო. სოზარ სუბარი პასუხობს მთავარ კითხვას. ბატონო სოზარ, ახლა როდესაც საზოგადოება ელის საბოლოო პასუხს იგივე ბუტარო ბაქიძის საქმეზე და გუშინეს დაანონსა მთავარმა პროკურორმა, ვის ინტერესშია და რა მოტივაციაა, როდესაც სწორედ ახლა ვრცელდება ეს კადრები რუსთავიორის მეშვეობით? ჯერთი მთავარმა პროკურორმა დაანონსა არა მხოლოდ ბუტარო ბაქიძის საქმეზე, არამედ რომ უკვე დამთავრებულია ძიება ციხეში წამების ფაქტებთან დაკავშირებით. ეს არ არის ერთი ფაქტი, ოღონდ ერთ საქმედ არის გაერთიანებული. ათასობით წამების საქმე, ათასობით ღირსების შემლახავი მოპყრობის საქმე, 2000-ზე მეტი მარტო პატიმარია დაკითხული, უამრავი სხვა მასალა არის მოძიებული პროკურატურის მიერ და ეს ყველაფერი იქნება გადაგზავნილი სასამართლოში და საზოგადოება იხილავს იმ შემზარავ სინამდვილეს, რაც ხდებოდა საქართველოს ციხეებში და საქართველოს ციხეები ამ დროს იყო მარტო ერთი ნაწილი იმისი, რაც ხდებოდა ზოგადად ქვეყანაში. საზოგადოება დარწმუნებული ვარ ძალიან მალე იხილავს სიმართლეს აზაგაშვილისა და ხუბულოვის მკვლელობის საქმეზე. იქაც აქ როგორც სიყალბეზე ვლაპარაკობთ, წელიწად ნახევარი დამჭირდა როგორც სახალხო დამცველს, სანამ მივაღწია იმას, რომ ჩავატარე ექსპერტიზა მანქანაზე და იმ ექსპერტიზამ ნათლად აჩვენა, რომ გაკალბებული იყო სახელმწიფო ექსპერტიზა. როდესაც სახელმწიფო ექსპერტიზა ამბობდა, რომ არის სროლის კვალი შიგნიდან გარეთ, სინამდვილეში მსგავსი კვალი იქ არ არსებობდა, იყო მხოლოდ გარედან სროლებიდან ნათლად ჩადნა, რომ ეს ბიჭები იყვნენ დასხრელული. როცა სახელმწიფო ექსპერტიზა ამბობდა, რომ ბიჭების ხელზე იყო დენთის კვალი, რომ თითქოს მათ ისროლეს. სინამდვილეში ჩვენმა ექსპერტიზამ უცილებლად დაადგინა, რომ მანქანაში სროლა არ ყოფილა, ბიჭების ხელზე დენთის კვალი ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ მაშინ დენთის კვალი აუცილებლად დარჩებოდა მანქანის საზურგეებზე და ეს დარჩებოდა თუნდაც 10 წლის მერე და არც ერთ საზურგეზე დენთის კვალი არ ყოფილა. ეს ყველაფერი არის უცილებლად დადგენილი, შესაბამისად ყველა ის ადამიანი, მათ შორის ფირცხალავაც, რომელიც მონაწილეობდა იმ აზაგაშვილის მკვლელობის საქმეშიც, როგორც ერთ-ერთი მთავარი პირი, აუცილებლად აგებენ პასუხს. ვის აწყობდა ნაციონალურ მოძრაობას, აწყობდა იმ მკვლელებს, რომლებიც დღემდე დარჩნენ ნაციონალურ მოძრაობაში შემკვეთების სახით თუ შემსრულებლების სახით, როგორც არის ფირცხალავა და უამრავი სხვაინე, მათ უნდათ ეხლა რაღაცნაირად საზოგადოების დაბნება, საზოგადოებაში გამოძიების არასწორ გზაზე დაყენება, მაგრამ ყველა ეს რეაქცია საბოლოოდ მიდის ისევ მათსავე წინააღმდეგ და მართალია არ ვჩქარობთ ჩვენ, იმიტომ არ ვჩქარობთ, რომ არ გვინდა შეცდომები დაუშვათ, არ გვინდა იმ გზით წავიდეთ, როგორც მიდიოდა ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ ყველა ეს ადამიანი აგებს პასუხს. კიდევ რა შეგიძლიათ თქვა თვითონ ფირცხალავას ფიგურის შესახებ, რომლის მიერაც გავრცელდა დღეს ეს მასალა, ძალიან უცნაური იყო ასევე მისი მინიშნება კომახიძესთან დაკავშირებით.
გაურკვეველია, როგორ აღმოჩნდა მის ხელში ეს მასალა. რა შეგიძლიათ ამ ადამიანის შესახებ თქვათ? რა ინფორმაცია გაქვთ იმ პერიოდიდან მოყოლებული? არის კრიმინალი, რომელიც ძალიან ბევრ საქმეში ფიგურირებს. იგივე აზაგაშვილის და რობაქიძის საქმეები აქ სულით საკმარისია მე მგონი. დანარჩენი რა უნდა ვთქვათ ახლა? კომახიძის ხელში როგორ შეიძლება აღმოჩენილიყო მასალა, რომელიც იყო დადგმული და გადაღებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. ერთი წუთით დაუშვათ, რომ რაღაცა რეალობასთან ამ კადრებს საერთო აქვს. მაშინ მithumetes როგორ აღმოჩნდებოდა ვინმეს ხელში თუ არა ვანო მერაბიშვილის. მხოლოდ და მხოლოდ გურამ დონაძის და ვანო მერაბიშვილის ხელში შეიძლება ყოფილიყო ეს კადრები და რთული უნდა ყოფილიყო სისხლის სამართლის საქმეზე და თუ არ დაურთეს, მაშინ პასუხი უნდა აგონ თუნდაც ამ კადრების დამალვისთვის, მაგრამ ცხადია, რომ ასე არ არის, ეს არის ნაყალსიყალბე და სწორედ ამ სიყალბისთვის აგებენ ისინი პასუხს. რა ლოგიკას ხედავთ იმაში, რომ ეს კადრები თუნდაც თუ ეს არის დადგმული, როგორც ამას თქვენ ამბობთ, ეს არის მაშინდელი გადაღებული და არა ახლანდელი, ეს ხომ ფაქტია. რატომ ინახებოდა ეს ვიდეო მასალა ამდენი ხანი? რადგან თუ კი ახლა გარკვეული მიზნით იყენებენ მას, იგივე მიზნით შეეძლოთ გამოეყენებინათ 9 წლის წინაც, 8 წლის წინაც. რატომ ახლა? იმდენად წეღანას იმდენად უნიჭოდ არის დადგმული, რომ ამის გამოყენება არ ჩათვალეს საჭიროდ, ჩათვალეს რომ მათთვის უარესი იქნებოდა, წამგებიანი იქნებოდა და ამიტომ მცირე ფრაგმენტი გამოიყენეს მხოლოდ ამისი და ეს ფრაგმენტები ყველას გვაქვს ნანახი. მაგრამ ეხლა, როდესაც გამოძიება სულ გზაზე დადგა, რაღაცა გამოაგდეს რა ვიცი, საზოგადოებისთვის შოკის მომგვრელი რაღაცა ფორიაკი გამოეწვია და არასრულ გზაზე დაეყენებიათ გამოძიება, მაგრამ მე მართლა გარდა იმისა, რომ ძალიან უნიჭოები არიან, ამის ახსნა არ მაქვს. ეს მასალა ვერანაირად ვერ დააყენებს გამოძიებას არასრულ გზაზე, ასე რომ აქ რამე ვერანაირი ახსნას ვერ ხედავ გარდა იმისა, რომ არიან უნიჭო ადამიანები, არ გამოურიცხავ, რომ ეს იყოს არა რაღაცა ჯგუფის მიერ დაგეგმილი, არამედ აი ამ ერთი ადამიანის გამოხტომა ფრისხალაოს გულის. საკუთარი თავის შვილის მიზნით ალბათ ჩათვალა, რომ ეს მას უშველიდა. იმ პერიოდში შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ირაკლი ოქრუაშვილი. პირველ რიგში მაინტერესებს, თქვენ გქონდათ მასთან ახლო ურთიერთობა, იყავით პოლიტიკური პარტნიორები. მისთვის თუ გიკითხავთ, მან რა იცის ამ საქმის შესახებ? ხა რამდენად დავვიჯერებთ ეგ ერთია, თუმცა ის ამბობდა, რომ მას მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია და რამდენიმე დღეში ის უკვე აღარ იყო მინისტრი. ანუ იმ შემდეგ მას გადააქვს პასუხისმგებლობა ვანო მერაბიშვილზე, იმიტომ რომ თვითონ ეს თემა სწორედ ვანო მერაბიშვილის დროს წამოვიდა წინა პლანზე, წამოვიდა იმ პერიოდში. თვითონ ამბობს, რომ დიახ, მის დროს მოხდა, მაგრამ მან არ იცოდა ახლა სხვა საქმეა, რამდენად შეიძლება ვენდოთ ამ ადამიანის სიტყვა. თუმცა ისევ და ისევ მე გავიხსენებ ჩემს პირველ სიტყვას, როცა მე ვთქვი, რომ იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული კვალის არევის და დამალვის, ცხადია, ეს ვერ მოხდებოდა ვერც ირაკლი ოქრუაშვილის და ვერც მიხეილ სააკაშვილის გარეშე. ანუ უნდა დადგეს თუ არა თქვენი აზრით მისი პასუხისმგებლობის საკითხი და უნდა დაიკითხოს თუ არა? მინიმუმ უნდა დაიკითხოს ყველა ეს ადამიანი, ვინც იმ დროს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობდა ან შეეძლო მონაწილეობა მიიღო. ძალიან თქვენ უკვე ახსენეთ ეს თემა და მე გითხარით რომ ვაპირებდი ისეთ შეკითხვა დამეს ვაგუში მთავარმა პროკურორმა განაცხადა რომ 2005 წლიდან 2012 წლამდე საპატიმროებში გარდაცვლილია 700-მდე პატიმარი. 770 პატიმარი. დიახ, 770 პატიმარი და რეალობის თანახმად როგორც არჩილ ყბილაშვილი ამბობს, მათი დიდი ნაწილი არის მოკლული. და საუბარი არის სისტემურ დანაშაულზე. თქვენ ალბათ დაელოდებით საბოლოოდ მთავარ პროკურორს და საზოგადოებასაც მოუწევს დაალოდება, მაგრამ რისი თქმაც შეგიძლიათ ამ საქმესთან დაკავშირებით? დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ალბათ ძალიან ბევრი დეტალი იცით, მით უმეტეს თქვენ უკვე ხელმძღვანელობთ ამ სისტემას და შიგნიდან გაქვთ ალბათ ბევრი ინფორმაცია. პირველად დავიწყებ ძველი პერიოდიდან, ძველი ინფორმაციებიდან სახალხო დამცველის 2011 წლის მოხსენებაში პირდაპირ წერია, რომ მინიმუმ 7-8% აღენიშნება ძალადობითი სიკვდილის ფაქტი იმ პერიოდში მოკვლულებს და ამ პერიოდში კიდე ნაკლები იყო ესეთი მკვლელობები. ანუ რო აღენიშნება სახალხო დამცველის დასკვნაში, ეს ნიშნავს, რომ 2-3 ამდენი უნდა იყოს. 7-8% 155 კაცზე ეს არის დაახლოებით 15 კაცზე მეტი 12-15 კაცი იმაში წლის განმავლობაში ძალადობითი სიკვდილის მსხვერპლი. მაგრამ მე თავის დროზე, როგორც სახალხო დამცველს ჩატარებული მაქვს ექსპერტიზა 2 წლის განმავლობაში ყველა გარდაცვლილზე ჩატარებული გვაქვს სამედიცინო შესწავლა, როგორც ექსპერტიზის დასკვნების და ისე ავადმყოფობის ისტორიის და მათი შედარება ერთმანეთთან, სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ ამ ადამიანთა უმრავლესობა გარდაიცვალა, იმიტომ რომ მათ არ კურნალობდნენ მინიმუმ.
წამებას რო თავი დავანებოთ. მათ არ მკურნალობდნენ, მაგალითად შემთხვევა, როდესაც ექსპერტიზა ამბობს, რომ ადამიანი გარდაიცვალა ტუბერკულოზით, ხოლო ავადმყოფობის ისტორიაში წერია, რომ ადამიანს ჰქონდა მოცულობითი სიმსივნე თავზე და თითქოს მკურნალობდნენ მოცულობითი რაღაც სიმსივნე თავში, აღარ ვიცი ეს ტერმინოლოგია. კარგად არ ვერგოვი. ხო, მოცულობითი პროცესი თავში. ანუ სიმსივნე. სიმსივნე არ ქონდა ტუბერკულოზი. ის რომ სიმსივნესაც არ მკურნალობდნენ, ეს არის ფაქტი, იმიტომ რომ მასთან რო ექიმი თუნდაც ერთხელ მისულიყო, ის გაარკვევდა რომ ტუბერკულოზი ქონდა. უბრალოდ ესე ჩაწერეს, როცა გარდაიცვალა, რაღაცა ქონდა ჩაწერეს, მე ჩატარდა ექსპერტიზა და ექსპერტიზამ დაადგინა ექსპერტიზა სხვა უწყებაა და დაადგინა ტუბერკულოზი და არავინ არ ფიქრობდა რომ ოდესმე ამ ორ რაღაცას ერთმანეთს შეადარებდა ადამიანი. ასეთი იყო ყოველი მეორე საქმე. ესეც წამებით მკვლელობა ადამიანების, ესეც ადამიანების განზრახ მკვლელობის ტოლფასე, რაც ხდებოდა ამ სისტემაში. ორ ნახევარჯერ აღემატებოდა სიკვდილობის დონე საქართველოს ციხეებში, საშუალო მაჩვენებელს ვთქვათ ევროპაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბატონო სუზარ, ფიქრობ თუ არა რომ შესაძლოა ამ როდესაც საქმე ბოლო წერტილამდე მივა, დადგეს იმ თანამშრომლების საკითხიც, ვინც დღესაც არიან სისტემაში. რადგან ძალიან შემაშფოთებელი ციფრია და რამდენადაც ვიცი თანამშრომელთა ერთი ნაწილი დღესაც მუშაობს. თანამშრომელთა ერთი ნაწილი კი არ მუშაობს, დაახლოებით 90%-მდე მუშაობს, იმიტომ რომ 4500 კაცია დაახლოებით სისტემაში და დაახლოებით 400 კაცი არის გაშვებული ჩვენი ოსლის მხრიდან. ცხადია, ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც შეიძლება დანაშაული ქონდეს, ან მინიმუმ გულგრილობა გამოიჩინა, დღესაც მუშაობს, თუმცა ეს ვერ გახდება, ის რომ შეიძლება ვიღაცაზე კონდეს ეჭვი, ვერ გახდება ესე მასობრივი დევნის საფუძველი. ყოველდღიურად ვიღებთ ინფორმაციებს, ყოველდღიურად ვამოწმებთ, სწავლობთ ამ ინფორმაციებს, პროკურატურასთან ერთად მუშაობთ ძალიან მჭიდროდ. როცა რამე ინფორმაცია მოგდის, ვაწვდით პროკურატურას, როცა პროკურატურა იღებს ინფორმაციას, ისინი გვაწვდიან ჩვენ, ვცვლით ამ ინფორმაციებს, ვაჯერებთ, თქვათ ჩვენ თუ ჩავატარებთ მოკვლევას და რაღაც დადასტურდება, ვაგზავნით პროკურატურაში, სადაც ეს ემატება იმ ერთ საქმეს, რომელიც ციხებთან დაკავშირებით არის აღძრული, ასე რომ ამ მხრივ ეს წმენდის და ადამიანების დასჯის მწარმოებელთა გამოვლენის პროცესი გრძელდება. მეორე მხრივ ცხადია, უამრავი ადამიანი იყო, რომელიც ძალიან ღირსეულებს ახურობდა და პირიქით ცდილობდა რამენაირად დახმარებოდა იმ ადამიანებს, რომლებიც ძალიან მძიმე დღეში იყვნენ. უბრალოდ ვიტყვი, ჩემმა ძმამ ჩამოთვალა იმ 10-მდე თანამშრომელი, მერვე საპროგრამო 10-მდე თანამშრომლის ზოგი სგვარი ახსოვდა, ზოგი სახელი, ზოგი უბრალოდ მეუბნებოდა ზურა, რომელიც სადღაც იქ მეორე სართულზე რაღაცაში მუშაობს, ესეთნაირად მიხსნიდა და ესეთი იყო, რომ მე ველაპარაკე ცოტნე გამსახურდიას და როცა ვეკითხებოდა ვინ იყო ჯალათი, ვინ იყო დადებითი, ვინ საპატიმრებთან კარგი ურთიერთობა, ვისაც პატიმრებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, აი თითქმის ყველა ადამიანის გვარი სახელი დაემთხვა იმას, რაც ჩემმა ძმამ ჩამოთვალა. ანუ ასეთი ადამიანები ძალიან ბევრი იყვნენ და ეს ძალიან დასაფასებელია. ჯანდაცვა იყო ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა სასჯელ ახსრებაში, ამას არც გიორგი ტუღუში მალავდა თავის დროზე, მან ტერმინიც კი მოიგონა ასეთი სიკვდილის ექსპორტი. ტუბერკულოზი იყო განსაკუთრებული პრობლემა. დღეს რა შეიცვალა ამ მხრივ? ყველაზე მძიმე სისტემაში შეხვედით არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ იყო წამების ფაქტები, არამედ მეორე მხრივ, ანუ ასევე ძალიან დიდი პრობლემა იყო სწორედ ჯანმრთელობა პატიმრების. ჯანმრთელობაზე თავარ პრობლემაზე ვიტყვი, რომელიც სამომავლოდ შეიძლება დაგვიდგეს ჩვენ ყველას, ჩვენ სისტემას კი არა მთელ საზოგადოებას, ეს არის ათეულობით ათასი, რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი იყო ამ წლების განმავლობაში, ვინც ამ სისტემაში იყო, გათავისუფლდნენ, ზოგი ჯერაც არ გათავისუფლებულა, ყველა მათგანი იყო გარკვეული დოზით წამების მსხვერპლი. ის რასაც ქვია პოსტტრაუმული სინდრომი, აწიიჩენს ალბათ თავს და ეს თავს იჩენს სულ უფრო და უფრო მეტად რაც რო გავადა, ამასთან მკურნალობა, ამასთან გამკლავება ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი საზოგადოების ვალია, მხოლოდ ჩვენი სამინისტრო ამას ბუნებრივია ვერავო, ამაში ძალიან გვჭირდება ფართო საზოგადოების თანადგომა და მათ შორის იმ აქტორებისა, რომლებსაც გამოცდილება აქვთ ამ სფეროში, თქვა არასამთავრობო ორგანიზაციები, გარკვეული ასოციაციები და ასე შემდეგ. ჯანდაცვა იყო უმთავრესი პრობლემა, იმდენად სერიოზული, რომ პრაქტიკულად აქ არ არის პატიმარი, რომელსაც რამე დაავადება არ ქონდეს. ეხლა თქვენს ეთერში იყო ქალბატონი, რომელიც ამბობდა, რომ ერთი დაავადებით შევიდა და 30-მდე დაავადება გამოიტანა, დღეს მე მან გამომატანა ეს წერილი კი არა, ავადმყოფობის ისტორია დასკვნა, სადაც ეს ავადმყოფობებია ჩამოთვლილი და მართლაც უმძიმესი დაავადებებია, ძალიან ბევრი მათგანი. ასეთ დღეში ძალიან ბევრი პაციენტი, პატიმარი
მივაღწევთ იმას ყოველ შემთხვევაში, რომ ამ და 4 თვე გავიდა უკვე პრაქტიკულად რაც ახალი მთავრობა იქნა არჩეული, ამ 4 თვის განმავლობაში ნაკლები ადამიანი გარდაიცვალა ციხეებში ავადმყოფობით, ავადმყოფობით კი არა ზოგადად, ნაკლები ვიდრე მანამდე 1 თვის განმავლობაში იკვდებოდა. მივაღწევთ იმას, რომ დაახლოებით 1200 პატიმარი გაგყავს ყოველდღიურად ქალაქის საავადმყოფოებში და მათ უტარდებათ კურნალობა, ზოგს ოპერაციული, ზოგს თერაპიული, ყველაზე ხშირი ოპერაციებიდან, რაც ტარდება, ეს არის მანიპულაციები ზურგზე, მანიპულაციები ცხვირის არეში მოტეხილობების გასწორება და მანიპულაციები საზარდულის ტუბერკულოზის თვალსაზრისით თუ შეიცვალა. ეს არის წამების კვალი, სწორედ. ტუბერკულოზი იყო პირველი კვლელი ციხეებში, ტუბერკულოზი ცალკე ან ტუბერკულოზის სხვა დაავადებებთან ერთად, ამით იყო ყოველი მეორე პატიმარი, ვინც კვდებოდა. დღეს ამ ხრივ მკვეთრად შეიცვალა, ასევე რა თქმა უნდა, მდგომარეობა, ახალი დაწესებულება აშენდა, რომელიც გაცილებით, სადაც კურნალობა გაცილებით უკეთესად ხერხდება, კარგად არის აღჭურვილი, თუმცა ეს ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებამ გახსნა და იმის მერე 5 თვე და 2 მილიონი ლარი დასჭირდა, რომ დაწესებულება გახსნა, მაგრამ მეორედ გახსნილიყო და იქ ხალხის შეყვანა შესაძლებელი გამხდარიყო, თუმცა ამ დაწესებულებაშიც, რაც წინა ხელისუფლებას ახასიათებდა, ეს არ იყო მორგებული პაციენტებზე, უფრო საჩვენებელი იყო და მართლა ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდა, რომ თქვათ იქ ნორმალური სასეირნოეზო გქონოდა, სასეირნოეზო სადაც 2 სხვადასხვა ეზოები ერთმანეთისგან გამიჯნული იქნებოდნენ, იმიტომ რომ სხვადასხვა ვირუსის მქონე თუ ჭხირი ქვია დაავადებები პატიმრები ერთმანეთთან არ არეულიყო, რაც არის კატეგორიულად დაუშვებელი მკურნალობისთვის. ანუ ის არ იყო ადამიანებზე გათვლილი, ის იყო საჩვენებლად და გავაკეთეთ ისე, რომ ადამიანებმა იქ ნორმალურად იგრძნონ თავი, ამას მივაღწევთ. ზოგადად მკურნალობის თვალსაზრისით მკვეთრად გაუმჯობესდა მდგომარეობა, თუმცა პრობლემები ჯერ კიდევ ძალიან ბევრია, წამლის დროზე მიწოდების პრობლემა, იმიტომ რომ ესეც გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. ძირითადი წამლები გვაქვს დროულად, მაგრამ როცა ადამიანს სჭირდება განსხვავებული წამალი, ასე ვთქვათ, ექიმი დაწერს, იქ შეიძლება დაგვჭირდეს გარკვეული დრო პროცედურების დაცვა, სანამ იმას გამოვიწერთ და ამასობაში ავადმყოფები ფორიაქობენ ხოლმე, მაგრამ მთლიანობაში ცხადია მკვეთრად გაუმჯობესდა მდგომარეობა. ბატონო სოზარ, გამომდინარე იქიდან რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების პერიოდში სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში, მივიღეთ ჩვენ ამნისტიის აქტი. ფაქტია, რომ თქვენც ლიბერალური მინისტრი ხართ, ანუ ლიბერალიზაციისკენ მიდის ვითარება სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში. აქ ჩნდება ერთი შეკითხვა, ხომ არ ხედავთ იმ საფრთხეს, რომ მივიღოთ მეორე უკიდურესობა და იგივე სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში იყოს ქაოსი, ანუ გადავარდეთ მეორე უკიდურესობაში. რამე შეატყოთ დღეს რომ ქაოსია და ეს არის აბსოლუტურად მე შეკითხვას ვსვავ, იმიტომ რომ სამომავლოდ პრევენცია. ჯერ ამნისტია ახსენეთ და ეხლა ვიგეთყვით. დღესაც კი, როცა ამნისტიაში პრაქტიკულად 1 წლის წინათ თუ შევადარებთ, ნახევარზე ნაკლებია პატიმრების რაოდენობა დღეს, ვიდრე 1 წლის წინ იყო. და დღესაც კი ბევრად მეტია საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე. საშუალო ევროპული მაჩვენებელი 70-დან 150 პატიმრამდე მერყეობს, არის ქვეყნები, სადაც 200-თან მიახლოებულია, 200-ზე ოდნავ მეტია. რუსეთს არ გულისხმობდა უკრაინას. დანარჩენ ქვეყნებში. საქართველოში ეხლაც კი 250-ზე მეტი პატიმარია 100,000 სულზე. ანუ 100,000 სულზე ითვლება ეს. ანუ თითქმის ორჯერ მეტია ვიდრე საშუალო ევროპული მაჩვენებელი. ეს ერთი. მეორე, ციხეებში ახლა არის წესრიგი და არანაირი საფრთხე იმისა, რომ იქ რაღაცა ქაოსი იქნება არ არსებობს. ხშირად გამოდის ინფორმაციები, ვიღაცა პროტესტს აცხადებს, ვიღაცა პირი ამოიკერა, ვიღაცა შიმშილობს, ან ვიღაცა შორის კამათი მოხდა. ეგ შეუძლებელია ამის გარეშე, მსოფლიოს ნებისმიერი სისტემა არსებობდეს. 1000 კაცი, 1500 კაცი რო არის ერთ ზონაში, იქ ხა ვიღაცას არ წაკინკლავდეს, ან რაღაცა ცდილობა არ იყოს, რომ ვიღაცა სხვაზე მაღლა დადგეს, ვიღაცა სხვაზე დაბლა, ეგ შეუძლებელია. კლასი რო კლასია, 15 კლასიან ბავშვი, 15 ბავშვიან კლასში ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ ყოჩი იყოს და სხვა ვიღაცა ამას ეწინააღმდეგება და ჩხუბია კლასში და ასე. ეგ ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ თავარი ადმინისტრაცია დროულად ახდენდეს საფრთხეების იდენტიფიცირებას და შემდგომ ნაბიჯების გადადგმას. ეგ ხდება რამდენიმე დღის წინ, მაგალითად რუსთავის მე-16 დაწესებულებიდან ადამიანები, რომლებმაც ამგვარი
თქვარი რა ქვია მაყურებელს არ ვიტყოდი მაგრამ გადაწყვიტეს რომ იქეთ თქვარი ყოჩების როლი შეესრულებინა გავიყვანეთ 30-მდე ადამიანი გავიყვანეთ 7-დან და არიან ჩაკეტილ სისტემაში ადამიანებმა რომელმაც ვერ შეერგეს მეტი თავისუფლება ისინი არიან ჩაკეტილ სისტემაში დღეს მეორე მხრივ გვამ ძალიან სერიოზულ ნაბიჯს რომ თქვათ ვახსოვს თავისუფლებას როგორი ზარზეიმით დაიხურა მეხუთე საპრობილი მეხუთე კი დაიხურა მაგრამ იქ სააკაშვილს არ გაუმხელია რომ მეხუთეს გვერდით იყო პირველი საპრობილი ზუსტად მაშინ აშენებული ზუსტად იმ სისტემის და ზუსტად ისეთივე საშინელება აი იქ ადამიანის ყოფნა არის ღირსების შემლახავიც არის წამებაც არის და ყველაფერი აი რამდენიმე დღეში ჟურნალისტებს გექნებათ საშუალება შეხვიდეთ და თქვენი თვალით ნახოთ რა პირობებში იმყოფებოდნენ პატიმრები დავიწყეთ უკვე დაცხლა და შაბათ იქნება ბოლო დღე როცა ბოლო პატიმარი დატოვებს ამ ნომერ პირველ დაწესებულებას და სამუდამოდ დაიხურება აღარ იქნება ასეთი ტიპის დაწესებულებები ძიმე დაწესებულებები გვაქვს რამდენიმე თქვათ მე-12 თბილისში ბათუმი ზუგდიდი მათ რემონტსაც დავიწყეთ ძალიან მალე რომ იქაც შედარებით ნორმალური და ნორმალური პირობები იყოს ასე რომ მუდმივ ძიმე მემკვიდრეობა თქვენ და ძიმე მემკვიდრეობა ცხადია ჯანდაცვაში ეს წამების კვალი ყველაფერში დაგხვდა მოსულედ მოუწესრიგებელია დოკუმენტები მაგალითად ციხეების ნახევარი ოფიციალურად არ არსებობდა იმიტომ რომ მიწა რომელზეც ისინი იყო აშენებული კაცმა არ იცის ვის ეკუთვნოდა და ამის მოწესრიგებაც კი დაგვჭირდა მაგრამ თავარი სიმძიმე სირთულე ციხეებში ის არის რომ იქ სადაც ცდილობ ლიბერალურ მიდგომას მაშინვე იწყება ეგრეთ წოდებული თვითმმართველობების გაჩენის სურვილი და ხო და აი უნდა გავიაროთ ყოველთვის ესეთი ბეწვის ხიდზე თუ დანის პირზე დავარქვათ რომ არ დაუშვათ წამება არ დაუშვათ ზედმეტი სიმკაცრე მაგრამ არ დაუშვათ ის რომ ადმინისტრაციის ჩანაცვლება ვინმე მსადოს და ეს შვენივრად არის დღესაწყობილი რთულია ასე მართვა მაგრამ ეს არის ერთადერთი სწორი მართვა ადვილია როდესაც მართავ მუშტით როზგით წამებით და ადვილია როდესაც მართავ მაყურებლებით და თქვათ კანონიერი ქურდებით რთულია როდესაც ცდილობ ბალანსი დაიცვა ადამიანის უფლებებსა და თქვათ ზედმეტ თავისუფლებას ბარო არ მისცე ამას შორის და აი ეს არის ერთადერთი რთული მაგრამ ერთადერთი სწორი გზა და სწორედ ამ გზით მივდივართ ჩვენ ძალიან დიდი მადლობა დიდი მადლობა თქვენ სოზარ სუბარი პასუხობდა მთავარ კითხვას რამდენიმე წუთში ირაკლი მელაშვილთან ერთად დავბრუნდებით ირაკლი მელაშვილი უპასუხებს მთავარ კითხვას საღამოშტობისაგან. საღამოშტობისაგან. დღევანდელი შეხვედრის შესახებ მინდა ვისაუბროთ ბიზნესმენებისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრას გულისხმობ. ეს არ იყო პირველი შეხვედრა. პირველ რიგში მაინტერესებს რა პრინციპით მოხვდნენ იქ ბიზნესმენები და რამდენად იყო ყველასთვის ხელმისაწვდომი, რადგან არიან დაუშვათ იგივე საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, ნაკლებად ცნობილი სახეები ბიზნესში, რომელთაც შესაძლოა აქვთ მეტი პრობლემები, ვიდრე იმათ ვინც დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა. ფაქტურად ყველა ბიზნეს ასოციაცია, მათ შორის საშუალო და მცირე ბიზნესის ასოციაციები, რომლებიც მოქმედებენ დღეს საქართველოში, იყვნენ წარმოდგენილი, იქ გამოვიდნენ როგორც შედარებით მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, ისე მცირე ბიზნესის წარმომადგენლები. მას შემდეგ რაც შეხვედრა, ასე ვთქვათ, პროგრამერების გარეშე მიმდინარეობდა ძალიან საქმიანი საუბარი იყო. ზოგადად ის რომ მთავრობა ხდება ბიზნეს და ეს არ არის პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრი მეორედ ხდება მაგალითად წინა კვირაში იყო სერია შეხვედრების რომელიც გამართა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ფინანსთა მინისტრმა მუდმივი დიალოგის რეჟიმი მთავრობისა ბიზნესთან ეს არის ნორმალური რომ ჩვენ ამას შეჩვეული არ ვიყავით აქამდე ეს არის აუცილებელი იმისათვის რომ ნორმალური ბიზნეს გარემო ჩამოყალიბდეს ქვეყანაში ბიზნესმენებიც ეჩვევიან ამ რეჟიმს იყო სირთულეები მაგალითად ადრე უფრო ნაკლებად ლაპარაკობდნენ პრობლემებზე დღეს უფრო გახსნილი იყო ეს საუბარი ვფიქრობ რომ შემდეგ შეხვედრებზე ეს კიდევ უფრო დაიხვეწება თან არის მთელი რიგი ნიშნები რომელიც აშკარად მიუთითებს ბიზნესს რომ ვითარება იცვლება ხო დღეს მაგალითად ფინანსთა მინისტრმა გააჟღერა რომ დავების საბჭოში რომელიც შექმნილია ვთქვათ ხელისუფლებასა და ფინანსურ ორგანოებსა და ბიზნესმენებს შორის სადავო საკითხების გადაჭრის გადასაჭრელად ბოლო 3 წლის განმავლობაში 77% ამ საქმებისა მთავრდება ბიზნესის სასარგებლოდ. ესეც მიუთითებს იმას, რომ დღეს არ არის ასეთი ვითარება, რომ სახელმწიფო და ჩინოვნიკი არის დომინანტი და ბიზნესი არის დაქვემდებარებული. მაგრამ ამასთან დღევანდელ შეხვედრას ჰქონდა მეორე
მნიშვნელობაც რომ იცით იწყება ფონდების მუშაობა, რომლის თავარი ამოცანა. თუმცა აუცილებლად ვისაუბრებთ უფრო კონკრეტულად მათ შესახებ, რა თქმა უნდა. პირველ რიგში მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში პრინციპულად რა იცვლება ხელისუფლებისა და ბიზნესის ურთიერთობაში. დამოკიდებულება და რაში გამოიხატება ეს? ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის ვითარება, როდესაც ხელისუფალი და ჩინოვნიკი არის უფროსი და ბიზნესმენი არის მისამით დაქვემდებარებული. ის რომ დღეს ეს ურთიერთობები არის ასეთი ხშირი, არა მარტო პრემიერ-მინისტრის დონეზე, არამედ მინისტრების დონეზე, ის რომ ის საბჭოები შეიქმნა სამი საკონსულტაციო საბჭო მაგალითად, რომელიც შექმნილი არის ფინანსთა სამინისტროში, სადაც მიმდინარეობს იმ პრობლემების განხილვა, რომელიც არის საგადასახადო სხვა კანონმდებლობის კუთხით. ის რომ დავების საბჭოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არიან შეყვანილები, ეს ყველაფერი არის ნაბიჯები გადადგმული იმისათვის, რომ ადამიანურობა მოხდეს ზოგადად ურთიერთობისა, იმიტომ რომ ადამიანები მუშაობენ ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც და როდესაც ბიზნესი აწყდება პრობლემებს და აწყდებოდა ისეთი სახის პრობლემებს, რა პრობლემებს ჰქონდა ჩვენ ქვეყანაში, რაც არ უნდა დაბალი საგადასახადო განაკვეთები ჰქონოდა. და დღეს პრემიერმა თქვა, ხო, მეოთხე ადგილზე ვიყავით, ასე ვთქვათ, დაბალი გადასახადების კუთხით. მიუხედავად ამისა, საინვესტიციო გარემო არ გვივარგოდა, იმიტომ რომ აზრი არ ჰქონდა გადასახადს, როდესაც ნებისმიერ დროს შეიძლება ადმინისტრაცია შემოსულიყო დაეჯარიმებინე და იმ გადასახადზე აჯერ მეტის გადახდა გჭირდებოდა. ეს დამოკიდებულება იცვლება, პარტნიორული დამოკიდებულება დგება და ხელისუფლება ხვდება დღეს მთავარს და ეს არის ხელისუფლების ძირითადი პრიორიტეტი, რომ თუ ჩვენ გვინდა სამუშაო ადგილების შექმნა, თუ ჩვენ გვინდა ამ სოციალური ფონის გაუმჯობესება, ეს ბიზნესის გარეშე ვერ მოხერხდება. და ამდენი დიალოგი, რომელიც დღეს მიმდინარეობს ამდენ ადგილას, ამდენ მინისტრთან, ეს სწორედ მიმართულია იქითკენ, რომ ბიზნესიც გამოვიდეს ამ შებოჭილი მდგომარეობისაგან და არ იყოს ასეთი დამოკიდებულება, რომ ის ხელისუფლებას ვერაფერს ვერ უბედავს, რო უთხრა სხვადასხვა დღეს პრემიერმაც უთხრა, ხო, რომ უფრო მეტად მოთხოვნები უნდა იყოთ და თხოვნით კი არა უკვე მოთხოვნით უნდა მოდიოდეთ, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ნორმალურ სახელმწიფოში ჩვენ ვერ ავაშენებთ. იმიტომ რომ მეც და ნებისმიერი სხვა ჩინოვნიკიც, რომელიც იგზის სწორედ მათ მიერ შემოტანილი გადასახადების ხარჯები ყევთ ჩვენ ხელფასზე და ხელისუფლება უნდა ემსახურებოდეს ერთი მხრივ ბიზნესი იმისათვის, რომ ნორმალური გარემო იყოს და მეორე მხრივ იმ დაქირავებულსაც, რომელსაც იქ მუშაობს. დღეს იყო საკითხები, რომელიც დასვეს ბიზნესმენებმა, ბევრს აწუხებს მაგალითად ის საკითხი, რომ აი შრომით კანონმდებლობა იცვლება, ხო? იყო ერთი ძლიერი სერიოზული გადახრა, ჩვენ გვქონდა შრომითი კანონმდებლობა, რომელიც თავიდან ბოლომდე დამქირავებელზე იყო მორგებული და ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც დაქირავებული იყო, მისი უფლებები არაფრით იყო დაცული. რა თქმა უნდა, ამან გარკვეული, ასე ვთქვათ, დაძაბულობა ბიზნესში გამოიწვია, ხო? მაგრამ ვინაიდან ეს ამაზეც მუშაობაც, ამ ცვლილებებზეც მუშაობაც მიდის იმ რეჟიმში, რომ ბიზნეს ასოციაციები არიან ჩართული, მოქალაქე საზოგადოებრივი ორგანიზაციები არიან ჩართული. დღეს ეს მდგომარეობა გამოსწორდება, რა თქმა უნდა, მაგრამ არა ისე, რომ ეს დააწვეს ბიზნესს და შეიქმნას არათანაბარი პირობები უკვე მეორე მხრიდან. ბევრი საკითხი არის ჯერ კიდევ გადასაჭრელი, რა თქმა უნდა, სამთოში ყველაფერი ვერ მოგვარდება, მაგრამ არის ნათელი ციფრები. მაგალითად ის რომ აი მაგალითად ხო წელს იანვარში 25%-ით გაიზარდა საქართველოსთან ექსპორტის რაოდენობა წინა წლის იანვართან შედარებით. ძალიან დიდი ციფრია. შეიძლება ეს აბსოლუტურ ციფრებში დიდი არ იყოს, იმიტომ რომ ძალიან სამწუხაროდ ძალიან მცირეს ვაწარმოებთ ისეთ, რომელიც წარმოგარეთ შეიძლება გავიტანოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს დამოხდა. ფაქტია, რომ დღეს შემოსავლები იზრდება სწორედ საშუალო და მცირე ბიზნესთან გადახდილი თანხებით. ეს მაშინ, როდესაც ჯარიმების რაოდენობა მცირდება, სახელმწიფო მიიღო პირველი დაცვლილებები, რომლითაც ბევრად უფრო გამარტივდა და ბევრად უფრო ლიბერალური გახდა საგადასახადო კოდექსი, ანუ ჯარიმებით არ იკრიფება ფული, მაგრამ იზრდება ის რაოდენობა, როდესაც გადამხდელი თავად იხდის. თავად შემოაგ ბიუჯეტში. თუმცა, ბატონო ირაკლი, რამდენად შეძლებენ ის ბიზნესმენები ვინც ატერორებდნენ თუ ატერორებდნენ ეს არ არის მთავარი, ვინც იყო მიბმული ხელისუფლებასთან, ანუ მათ თავიანთი ადგილი ჰქონდათ გარანტირებული, ისინი კონკურენციის გარეშე ხდებოდნენ წარმატებულები. რამდენად შეძლებენ და რამდენად მისაღებია მათთვის რეალურად კონკურენტული გარემო, მე pirdat იმედი მაქვს, რომ შრომის კანონმდებლობასთან ერთად ანტიმონოპოლიური სამსახური და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობაც გვექნება. რამდენად შეძლებენ ისინი, თუ კი რეალურად შეიცვალა მათი ცხოვრების წესი ახალ გარემოსთან შეგუებას. ჯერჯერობით ბრენდების, სახელების სახეები არის იგივე, რაც იყო წინა ხელისუფლების პერიოდში. არა, ეს ვერ შეიძლება და არ შეიძლება.
ყოველ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან არ იქნება ცდელობა იმისა, რომ სახეები შეიცვალონ ბიზნესში და მე პატრონები. არ მეგულისხმობ, ხელისუფლება უნდა შექმნას გარემო ალბათ იმისთვის, რომ გამოჩნდნენ უკეთესები, კონკურენტული გარემოში. შეიძლება მას დაჯაბნონ ახლა არსებული ბიზნესები. რა თქმა უნდა, პირველ 2-3 თვეში იყო გარკვეული პრობლემები, იგივე რაზეც ოპოზიცია ცდილობდა აპელირებას, რომ აი გარკვეული პრობლემებია ეკონომიკაში. პრობლემები იყო იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ეგ ხდებოდა. ანუ ის ბიზნეს სტრუქტურები, რომლებიც შეჩვეული იყვნენ მონოპოლისტურ გარემოში მუშაობას, ის ბიზნეს სტრუქტურები, რომლებიც ძალიან იყვნენ დაახლოებული ხელისუფლებასთან, ისინი ძალიან დაიძაბნენ, მათ შეუცირდათ ასე ვთქვათ, გაურკვევლობაში აღმოჩნდნენ. დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მიზანიც იყო ხელისუფლებას ეთქვა, რომ არ იქნებიან გამორჩეული ბიზნესმენები, ანუ არ იქნებიან ისინი, ვისაც ძალიან დაიახლოვებს ხელისუფლებას, ხუების ხარჯს. ჩვენი ამოცანა შეიქმნას ველი. ერთიანი სათამაშო ველი ყველასათვის. ამ ვითარებაში უკვე კონკურენციულ პოლიტიკაში ვინ გაიმარჯვებს, რომელი ბიზნესმენი იქნება წარმატებული, ამას წყვეტს ბაზარი, ამას წყვეტს მათი მარიფათი, მათი მენეჯერული თვისებები და დღეს ამაზეც იყო სწორედ საუბარი, გაფრთხილება კი არ იყო ეს ხო თხოვნა ბიზნესმენებისათვის, რომ იცოდეთ, რომ ეს იქნება ასე. ანუ არავის ხელოვნურად არ შეექმნება უპირატესობა სხვა ბიზნესთან შედარებით. ახლა ჩვენ შეიძლება შეჩვეული ვიყო ძალიან ბევრი მადლობა გამოითქვა დღეს ბიზნესმენების მხრიდან იმ მიდგომებისადმი, რომელიც დღეს არსებობს სხვადასხვა საყვედურს არ ამბობდნენ წინა ხელისუფლება. ხო, მაგისკენ მივდივარ, ანუ ჩვენ შეჩვეული ვართ, რომ ეს ბიზნესმენები საყვედურებს არ ამბობდნენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს დავინახეთ საკმაოდ ისეთი მწვავე და საქმიანი კითხვები, რომელიც ეხებოდა ვთქვათ იგივე არაალკოჰოლურ საქონელზე, სასმელებზე აქციზური მარკების პრობლემის გადაწყვეტას, კიდევ რამდენიმე პრობლემა დაიშვა, ალაპარაკდა ცოტა ბიზნესი, ეს კარგია, ვფიქრობ, რომ შემდეგ შეხვედრაზე უფრო მეტი იქნება კიდევ ასეთი ზიანდადებები. და ვფიქრობ, რომ ეს არის ნორმალური პროცესი, ოღონდ ეს ერთ-ორ თვეში ყველაფერი ერთად ვერ მოგვარდება, ხო? ადამიანებმა უნდა დაიჯერონ ის, რომ ხელისუფლება რა დაპირებებსაც იძლევა, ეს არ არის ლიტონის სიტყვები. ეს უნდა გვაჩვენოს დრომ. მათ უნდა აჩვენოს დრომ, იმიტომ რომ ერთიც უნდა ვიცოდეთ, ბიზნესმენს ყოველთვის უფრო მეტი აქვს დასაკარგი, ვიდრე სხვა მოქალაქის იგივე მე ან დაქირავებულ თანამშრომელს ნებისმიერ სხვას, იმიტომ რომ ის მაინც ფიქრობს, რომ აი თქვა, არ თქვა, დღესაც იყო შემთხვევა, შეხვედრა არ დამთავრდა, მოვიდნენ კიდე რაღაც პრობლემებზე ისაუბრეს, თუმცა იქ ხმამაღლა არ თქვას. ნუ ეს არის ჩვენი საზოგადოება, ესეთი არის და ამის გარდაქმნას ყველაფერს დრო სჭირდება. რაც შეეხება საინვესტიციო ფონდებს, რადგან ალბათ მათზე იქნება ბევრი რამ მიბმული, მათ შორის ყველაზე მთავარი პრობლემის გადაჭრა საქართველოს მოსახლეობისთვის ეს არის სამუშაო ადგილების პრობლემა. დიახ. ამ ფონდების შესახებ რა სიტყვით 3 ფონდის შექმნაზეა საუბარი? დიახ, ლაპარაკია 3 ფონდის შექმნაზე, ერთ ფონდთან აგრეთვე იქნება სპეციალური ფონდი ახალგაზრდებისათვის, რომელიც ახალგაზრდების ბიზნესზე, ინოვაციურ პროექტებზე იმუშავებს. თავარი ამოცანა რა არის? დღეს საქართველოში ძალიან რთულია სერიოზული ინვესტიციის მოზიდვა, თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ სფეროს, რომელიც ძალიან არის გაპიარებული და რომელიც იგივე ენერგეტიკა ხო, მაგალითად, რომელიც არც თუ თლად ერთმნიშვნელოვანი არის ძალიან ბევრი სპეციალისტისათვის, იმიტომ რომ იმ ტიპის ენერგეტიკის განვითარებას გარკვეული ეკოლოგიური პრობლემები აქვს. დანარჩენ სფეროებში როგორც წესი ბიზნესი არ მოდის. ინვესტიციები ძალიან რთულად მოდის. ამიტომ ამოცანა სწორედ ეს არის, როდესაც ხელისუფლებამ თქვა ბიზნეს ერთ-ერთი ფონდი, რომელიც არსებობს, რომელიც თანადაფინანსებას გააკეთებს იმ ბიზნეს პროექტებისა, სადაც ვიღაცა შემოდის, მაგრამ მას ეშინია და აქვს იმის შიში, რომ მაინც მაღალი რისკის ქვეყანა არის დღეს საქართველოს და წლები დაჭირდება 2-3-4 წელი მაინც დაჭირდება იმისა, რომ ეს რისკები მოიხსნას. როგორც კი მას ხდება ადგილობრივი ბიზნესმენი, როდესაც მას ხდება ადგილობრივი ფული, რომელიც დახმარებას უწევს საქმეში შემოდის, არის შენი დამხმარე, ეს ბევრად უფრო აადვილებს ბიზნესის შემოყვანას. ამიტომ სხვილი პროექტებისათვის იქნება ეს ეგრეთ წოდებული სუვერენული ფონდი, რომელიც ეს არის პარტნიორული ფონდის სახეცვლილება და ეს არის ასეთი ტიპის ფონდები არსებობს ძალიან ბევრ ქვეყნებში და კარგად იმუშავა დუბაიდან დაწყებული. კიდევ სხვა მაგალითების მოყვანაც მრავლად შეიძლება, სადაც გაერთიანდა მთელი ის, ასე ვთქვათ, ქონება, რომელიც დღეს სახელმწიფოს გააჩნია რკინიგზიდან დაწყებული სხვა ობიექტებით დამთავრებული და რომელიც პარტნიორი იქნება მსხვილი ბიზნეს პროექტებისა. მეორე მხრივ არის ფონდი, რომელიც ძალიან აქტიურად იმუშავებს საშუალო
და პროექტებზე, რომელიც უშუალოდ იქნება გადამამუშავებელი მრეწველობა, ვთქვათ, მრეწველობის დარგებიდან, კერძო საინვესტიციო ფონდი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან რამეს გააკეთებს, ის გახდება ნებისმიერი ბიზნესმენის თანადამფინანსებელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის გახდება პარტნიორი, უცხოელი შემოვა თუ ქართველი იქნება ამ საქმეში, ხომ? მას სჭირდება, რომ არსებობდეს ადამიანი, სტრუქტურა, რომელიც იმ რისკებს გაიზიარებს და როდესაც ასეთი ფონდი კეთდება და ის შემოდის 25-დან 75%-მდე თანადამფინანსებით, ეს ბევრად უფრო ზრდის სანდოობას იმ პროცესისადმი, რაც მიდის და სანდოობა არის ერთ-ერთი მთავარი, რაც ინვესტიციებში სჭირდება დღეს. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, აქ არის უამრავი პროექტი დაწყებული, 700 მილიონამდე არის ახლა ამ წუთისათვის მობილიზებული და წელს ეს ფული დაიხარჯება. ეს მარტო წელს სულ იყო საუბარი, იცით, 1 მილიარდზე, ბევრად მეტი დაიხარჯება ამ თანხებში. ამ დაპირებები, რომელიც ამ კუთხით იყო დაცენილი, დღეს ბევრად მეტი გაკეთდება, ვიდრე ეს დაპირება იყო და როგორც ჩანს, ამისი სახსრები ჩდება, იმიტომ რომ იმ კერძო საინვესტიციო ფონდშიც იქნება კერძო ფინანსები და არა სახელმწიფო ფინანსები, და დღეს იყო შეთავაზება ბიზნესმენებისაც, რომ დაფიქრებულიყვნენ იმისაც, რომ თვითონაც შემოსულიყვნენ ამ ფონდზე, თვითონ გამختاریყვნენ თანადამფინანსებლები იმ პროექტებისა, რომელმაც მომავალში არა მარტო სამუშაო ადგილები უნდა შექმნას, არამედ მოგება უნდა მოიტანოს. თავარი პრინციპი კაპიტალის მოზიდვა იქნება. უცხოური კაპიტალის მოზიდვაც იქნება მნიშვნელოვანი, მაგრამ ფონდები ძირითადად ორიენტირებული იქნებიან იმაზე, რომ პირველ რიგში მოხდეს ადგილობრივი ბიზნესი და ადგილობრივი ბიზნეს კომპანიების დაფინანსება. ნებისმიერ შემთხვევაში ახლა დღეს იყო ამ შეხვედრაზე საუბარი იმაზე, რომ მაგალითად დონორებთან განადებულ ბევრ ხელშეკრულებაში არ არის დაცული რამდენიმე პირობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს წარმოადგენს, იგივე მაგალითად ადგილობრივი მუშახელის დასაქმება. როდესაც დონორი აფორმებს კონტრაქტს და შემოყავს უცხოეთიდან მუშახელი, იაფიანი მუშახელი, ის იმდენსაც კი ახერხებს ჩვენი კანონმდებლობიდან გამომდინარე, რომ საშემოსავლო გადასახადიც კი არ გადაიხადოს. ამიტომ ეს ყველაფერი ცვლილებებთან არის დაკავშირებული. მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, მოითხოვს ბევრად უფრო განსხვავებულ მუშაობას შესაბამისი სამინისტროების და სამწუხაროდ წინახელისუფლების დროს მე არ ვარ მომხრე ხლა რომ ვიმათ აკრიტიკოს წინახელისუფლება, მაგრამ გადმოყოლილი არის ვალდებულებები, გაფორმებული არის გარკვეული ხელშეკრულებები, შეთანხმებები დონორ ორგანიზაციებთან, რომლის გადახედვა მხოლოდ მომხრივი მოლაპარაკებით შეიძლება. დღეს მიმდინარეობს ეს მოლაპარაკებების პროცესი, ეს არის საკმაოდ რთული და დაძაბული პროცესი, იმიტომ რომ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან ბევრი დონორი ორგანიზაცია, რომელიც ამას დებდა ფულს, ის ცდილობდა, რომ თავისი მუშახელი დაესაქმებინა ჩვენს ტერიტორიაზე. ესე იგი, კიდევ ერთი თემა, დრო ბევრი არ გვჩება, ეს არის ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტი და ახალი ბიზნეს ომბუდსმენი გიორგი გახარია. რა ნიშნით იქნა ის შერჩეული და რა კონკრეტული ფუნქციები ექნება ამ ინსტიტუტს? პროფესიონალიზმის ნიშნით, მისი ბოლო წლების სამუშაო ადგილი იყო ლუფტგანზა, ის არის საკმაოდ წარმატებული თავისი ბიზნესი ჰქონდა. ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ის არის, რომ ის არ არის ქართულ ბიზნეს წრეებში, ასე ვთქვათ, ანუ მას არ აქვს პირადი ინტერესები დღეს ქართულ ბიზნესის თემაში, როდესაც ბიზნეს ომბუდსმენზე იყო საუბარი, სულ არის ხოლმე ეს საფრთხე, რომ ის არ იყოს რომელიღაცა ბიზნეს ჯგუფის, კონკრეტული ბიზნეს ჯგუფის ინტერესების ლობისტი, ამიტომ პროფესიონალიზმი ერთი, მეორე ინტერესთა კონფლიქტის არ ქონა და აქედან გამომდინარე ეს ორი ნიშანი უკვე გაძლევს საშუალებას, რომ ასეთი კანდიდატურა წარადგინო. რაც შეეხება ფუნქციებს და წინა ბიზნეს ომბუდსმენის ფუნქციები იყო ძალიან შეზღუდული, ამიტომ დღეს პრემიერმა ახსენა, რომ რაღაცა ერთკვირიანი ვადა ავიღოთ, რომ ესაც გარკვეული კონსულტაციები გაიმართება იგივე ბიზნეს ასოციაციებთან, ვინც არის დაინტერესებული, რომ კარგად ჩამოვაყალიბოთ ფუნქცია, აღჭურვოთ შესაბამისი უფლებამოსილებები და მოვთხოვოთ მერე შესაბამისი პასუხი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ვისგან უნდა დაიცვას ბიზნეს ომბუდსმენი, ბიზნეს თუ კი სახელმწიფოს გაცხადებული აქვს, რომ ის მესმის ეს ყველაფერი, მაგრამ ერთი არის სახელმწიფოს პოლიტიკა, მეორე არის კონკრეტული დარღვევები, რომელიც შეიძლება მოხდეს. მაგ ლოგიკით რა თქვენ კითხავთ, მაშინ ომბუდსმენიც არ გვჭირდება, იმიტომ რომ ახლა სოზარ სუბარი არის, ხო, საჯელახსრულების მინისტრი და ისეთი ხალხი არის დღეს ძალიან ბევრ თანამდებობაზე, რომელიც წლების განმავლობაში ადამიანის უფლებებს იცავდნენ.
ყოველთვის შეიძლება რაღაცა დარღვევა მოხდეს სახელმწიფოში ჩინოვნიკის მხრიდან, ამიტომ უნდა არსებობდეს ადგილის სტრუქტურა, ადამიანი, სადაც ბიზნესმენი მივა და მას ექნება საშუალება ეს თავისი განაცხადი გააკეთოს. შეიძლება ეს დარღვევა არ იყოს მაინც და მაინც სისხლის სამართლის კოდექსის ან რაღაცა სხვა, მაგრამ შესაძლებელია შევიწროებას კონდეს სხვა. ანუ უნდა არსებობდეს ადგილი, სადაც ბიზნესმენი მივა, სადაც ექნება საშუალება რომ მიიღოს დახმარება და სადაც უკვე სახელმწიფო სტრუქტურა ჩაერთვება მისი ინტერესების დაცვაში. ეს არის ჩემი აზრით მნიშვნელოვანი. მე რა თქმა უნდა რაღაცა ძალიან გადაჭარბებულ იმედებს არ ვაყარებ ასეთ სტრუქტურებზე, მაგრამ ძალიან კარგი იქნება თუ კი ეს სტრუქტურა ამუშავდება და დაგვანახებს იმას თუ სად არის სირთულეები, სად არის პრობლემები. ხანდახან გჭირდება განსხვავებული აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვარ, ვატყობ იმის საჭიროებას მუდმივად, რომ განსხვავებული ხედვა პრობლემისა, როდესაც ხელისუფლებაში ხარ ერთია, გარეთ ახარ მეორეა და ეს განსხვავებული ხედვები უნდა არსებობდეს და უნდა არსებობდეს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც იმუშავებს იმაზე, რომ ეს პრობლემები დაგვანახოს. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ. დღის ბოლოს მთავარ კითხვას ირაკლი მელაშვილი პასუხობდა, მე ხვალამდე გემშვიდობებით გმადლობთ რომ გიყურებთ.